ჩვენ ვიცით რომ ძველ და დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნიდან თელს წინა აზიაში და დასავლეთში ბერძნულ სამყაროში დაიწყო ანბანური დამწერლობის გავრცელება, მაგრამ სემური ანბანური დამწერლობა, თქვათ, ფინიკიური ანბანური დამწერლობა, არამეული ანბანური დამწერლობა, უგარიტული ანბანური დამწერლობა, ეს ანბანური დამწერლობის მეორეული სახეობანია, რომლებიც სათავეს ღებულობენ დედა ანბანური დამწერლობიდან, მაგრამ ეს დედა ანბანური დამწერლობა ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის. ამდენად საკითხი იმისა თუ რა კი არ გაგვაჩნია დედა ანბანური დამწერლობა, მეორეული ანბანური დამწერლობანი არ იძლევიან იმის საშუალებას, რომ გავარკვიოთ ანბანური დამწერლობის არსი და რაობა. ვარაუდად, დედა ანბანურ დამწერლობაში უნდა ყოფილიყო 27 ასო ნიშანი, ეს შეესაბამება იმ ვითარებას, რომ სემურ ენაში ძველ სემურ ენებში 27 თანხმოვანი ასო ნიშანი იყო. ცნობილია, რომ სემური ანბანური დამწერლობის ასო ნიშნები თანხმოვნებს გადმოსცემენ და ხმოვნები არ არის. მაგრამ აქაც არის გამონაკლისი, მაგალითად უგარიტულ დამწერლობაში შენარჩუნებულია ძველი დედა ანბანური დამწერლობის 27 ასო ნიშანი და ამავე დროს 3 ასო ნიშნის მეშვეობით დამატებულია ხმოვანი ასო ნიშნები. უგარიტული სემური ანბანური დამწერლობა დაახლოებით მისი ძეგლები ძველი წელთაღრიცხვის მე-15 საუკუნიდან მოგვეპოვება. ამგვარად, საკითხი ასე დგას. როგორ მოხდა ის სასწაული, რომ ანბანში ასო ნიშანს ერთდროულად აქვს ბგერის მნიშვნელობა და რიცხვის მნიშვნელობა. მაგალითად, ავიღოთ ქართული ანბანი. რა კი ანბანის პირველი ასო ნიშნის რაობა გაურკვეველი იყო, ვეხმარება ჩვენ მისი სახელწოდება ან ბაბილონურ სამყაროში მთვარის ღმერთს ნიშნავს. იგი არის გამგებელი მთვარის კალენდარული წელი წადისა. აი ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქართული ანბანის ამოცნობისათვის. საქმე ის არის, რაგი მისი სახელწოდება არის ა და ა ბგერით იწყება, ამიტომაც ასო ნიშანს ა ბგერის მნიშვნელობა მიენიჭა. მაგრამ ამავე დროს იგი ორგზის რიცხვის ერთის აღნიშნულია. გასარკვევია, რა თქმა უნდა, როგორ მოხდა, რომ ასო ნიშანი ერთდროულად არის ბგერის სიმბოლო, ესე იგი ასო ნიშანს მინიჭებული აქვს მისი სახელის, მისი სახელწოდების პირველი ბგერის მნიშვნელობა. მაგრამ რატომ არის იგი მისი რიცხვითი მნიშვნელობა ერთი? ანბანურ დამწერლობაში ასო ნიშნებს აქვთ ორი სათვალავი. ერთი არის რიგითი სათვალავი, ესე იგი და ამ რიგითი სათვალავით, ესე იგი ანბანში ასო ნიშანს აქვს თავისი ადგილი და მისი შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობა. პირველი ასო ნიშანია, მისი რიცხვითი მნიშვნელობა არის 1. ინი მე-10 ასო ნიშანია და მისი რიცხვითი მნიშვნელობა არის 10. თქვათ, რა მე-19 ასო ნიშანი ქართული ანბანისა
მისი რიცხვითი მნიშვნელობა არის შესაბამისად 19 და ასე შემდეგ. ქართულ ანბანში იმთავითვე უძველეს ხანაში 35 ასო ნიშანი იყო და ყოველ ასო ნიშანს ჰქონდა თავისი რიცხვითი მნიშვნელობა რიგითი სათვალავით. მაგალითად, პირველი ასო ნიშნის რიცხვითი მნიშვნელობა იყო 1, ხოლო ჯან 35 ასო ნიშნის რიცხვითი მნიშვნელობა რიგითი სათვალავით იყო 20.